ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გარემოს დაცვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. Როგორ კონტროლდება ავტომობილების გამონაბოლქვი, რა შედეგები აჩვენა მიმდინარე წლის მონიტორინგმა და როგორ ებრძვის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის მავნე პრაქტიკას. Ამ თემებზე ვისაუბრებთ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან ტატო ირემაძესთან. მოგესალმებით ბატონო ტატო. მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში მომწვევისთვის. ტატო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესს იწვევს არსებული თემა. მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაჯანსაღება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დაბინძურებასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო ძალიან ბევრ ღონისძიებას ატარებს და პირადად მინისტრის ბატონ დავით სონღოლაშვილის ინიციატივით ბოლო 2 წელია ძალიან ესეთი რეფორმები მიმდინარეობს, რომელმაც პოზიტიური ზეგავლენა იქონია მათ შორის ატმოსფერულ ჰაერზე და ის თემა, რომელიც თქვენ ახსენეთ, გულისხმობთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხეული გამონაბოლქვის კონტროლს, სამწუხაროდ 2023 წლის ესე ვთქვათ 4 სექტემბრამდე აღნიშნული კონტროლი საქართველოში არ არსებობდა და სწორედ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა ეს კონტროლი და პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ 4 დიდ ქალაქში კონტროლი. ეს რატომ გახდა საჭირო და მნიშვნელოვანი? თქვენ იცით, რომ არსებობდა ტექ ინსპექტირების ცენტრები და დღესაც წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა სამწუხაროდ ტექ ინსპექტირების ცენტრისთვის მზადდებოდა ავტომობილი კონკრეტული დღისთვის, ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქცევას ადგილი, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ქალაქებში, ავტომესაკუთრეებისგან, მათ შორის ცხოველებისგან და ასე შემდეგ გამოიყენებოდა სხვადასხვა ხელოვნური, ესე ვთქვათ, ჩარევები, როგორც არის კუსტარული სითხეები და ასე შემდეგ, რომელიც ავტომობილისთვის ამ შემთხვევაში ერთის მხრივ გამონაბოლქვის სისტემისთვის ზიანის მომტანია და მეორეს მხრივ პრობლემას აგვარებს ერთჯერად და თუმცა შემდგომ როცა აღნიშნული ავტომობილები იღებდნენ სერტიფიკატს და სრულ ლეგალურ უფლებას გადაადგილებულიყვნენ ქალაქებში 1 წლით ან 2 წლით გააჩნია რაწლოვანების იყო ავტომობილი, შემდგომ უკვე რა თქმა უნდა პრობლემა ექნებოდა ავტომობილს გამომდინარე ხელოვნურ ჩარევებზე და კონტროლს გარეთ რჩებოდა ასეთი ავტომობილები. აი ამ ესე ვთქვათ რეფორმამ, რომელიც დაინერგა ჩვენი სამინისტროს ეგიდით, ფაქტობრივად ყველა ეს ავტომობილი, რომელიც ქალაქებში, აღნიშნულ ქალაქებში გადაადგილებია, მოექცა კონტროლის ქვეშ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მოქალაქეებმა ინფორმაციის თვალსაზრისით გაიგეს, რომ აღნიშნული კონტროლი არსებობს, ანუ პატრულების ეკიპაჟები გადაადგილდებიან და მათ დარღვევის შემთხვევაში გამოეწერებათ საჯარიმო სანქციები. საჯარიმო სანქციები თქვენ იცით, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე არის განსხვავებული. ბატონო ტატო, საინტერესოა, მოდით მეტი თვალსაჩინოებისთვის გვითხარით ბოლო 6 თვის მონიტორინგის შედეგები როგორი არის? ბოლო 6 თვის სტატისტიკა საკმაოდ საინტერესოა, გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარე 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ჩვენ პატრულების ეკიპაჟების მხრიდან 4 ქალაქში ჯამურად გამოიწერა 4500-ზე მეტი საჯარიმო სანქცია. აქ არის შესული როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების საჯარიმო სანქციები. ეს სტატისტიკა რატომ არის საინტერესო? იმიტომ რომ თუ ჩვენ შევადარებთ გაზრდილია წინა პერიოდთან შედარებით. ეს საინტერესო კითხვაა და სწორედ აქეთ მივდივარ, რომ 2025 წლის წინა წლის იგივე ქრონოლოგიურ ჭრილთან თუ შევადარებთ, ნახავთ, რომ ფაქტობრივად გაორმაგებული არის საჯარიმო სანქციების რაოდენობა და აქ რა თქმა უნდა ისმის კითხვა რა. ხო, მიზეზი რა არის ამ გაორმაგების? რა თქმა უნდა ისმის კითხვა თუ რა შეიძლება იყოს გარკვეული ფაქტორები, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი რესურსებით გავაკეთეთ კონკრეტული ანალიზი სხვადასხვა მიმართულებით თუ რა მიზეზები შესაძლოა ყოფილიყო. ნახეთ, რომ ავტომობილების, ანუ ავტოპარკის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული ტექნიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე არალოგიკურია იმ დასკვნის გამოტანა, ვიფიქროთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაა მომატებული, რომლებიც ამ შემთხვევაში მწყობრიდან არის გამოსული და გამონაბოლქვი აქვს მეტი. ჩვენი ესე ვთქვათ მთავარი დაკვირვება მიემართება იმას, რომ პატრულების ეკიპაჟების რაოდენობა იმ ქალაქებში, სადაც მიმდინარეობს კონტროლი, ეს არის დედაქალაქი თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი, ფაქტობრივად გაორმაგდა ეკიპაჟების რაოდენობა, რაც გულისხმობს იმას, რომ იფარება ქალაქის ის ლოკაციები, რომელიც შესაძლოა
ყოფილიყო კონტროლის მიღმა, გამომდინარე მწირი რესურსებიდან, აქედან გამომდინარე პატრულების ეკიპაჟების რაოდენობის და ტექნიკური რესურსის დამატებამ და გამზომი ხელსაწყოების, რომელიც თქვენ იცით, რომ ეს არის ევროპული ტიპის ხელსაწყოები, რომელიც ადგილზე გვაძლევს საშუალებას, რომ გავზომოთ ესა თუ ის ავტომობილი, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის რავიანი, ფაქტობრივად მოგვცა შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო მეტი ავტომობილის შემოწმება მოხდარიყო და მოგვეცვა ქალაქის ის ტერიტორიები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის კონტროლისთვის. შესაბამისად, ჩვენ ესე თქვათ ანალიზით ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ პატრულების ეკიპაჟების და კონტროლის გაძლიერებამ და ესე თქვათ მასშტაბების გაზრდამ გამოიწვია ავტომატურად ციფრების და დაჯარიმულთა რაოდენობის ზრდა. ბატონო ტატო, დამეთანხმებით ალბათ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით სეზონურად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სავარგულობის გადაწვის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა. რიგ რეგიონებში უკვე სამუშაოები დაწყებული არის, მოსავლის აღების შემდეგ გამკაცრდება თუ არა კიდევ კონტროლი. საინტერესო თემაა ნამდვილად, დაგეთანხმებით გამომდინარე იქიდან, რომ წელიწადის განმავლობაში ცხადია არსებობს გარკვეული პერიოდები, როდესაც არსებული თემა აქტიურდება, სწორედ ესეთი პერიოდი არის ეხლა, როდესაც ფერმერები საზაფხულო სამუშაოები იწყება, ფერმერები, მათ შორის სხვადასხვა მეურნეობაში დასაქმებული პირები, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირები ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს სოფლის მეურნეობაში, რომელიც იწვევს ერთის მხრივ სოფლის მეურნეობის ნარჩენების და ასევე საყოფაცხოვრებლო ნარჩენების დაგროვებას და ხშირ შემთხვევაში გამოწვევა არის ხოლმე რა ესე თქვათ უნდა გაუკეთონ და როგორ ესე თქვათ გაათავისუფლონ ნაკვეთები აღნიშნული ნარჩენებისგან. ძირითადად გამოიყენება მარტივი მიდგომა, რომელიც სამართალდარღვევას წარმოადგენს, ეს არის ღია წესით წვა აღნიშნული ესე თქვათ ნარჩენების, რომელზეც საჯარიმო სანქცია არის ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში გამოყენებული, რომელიც მოიცავს 500 ლარს, თუმცა აქ აუცილებლად მოსახლეობას ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ და ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი გულისხმობთ სახელმწიფოსი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს და ზოგადად სამინისტროს პრიორიტეტს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს არც ერთ ფერმერის და ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფიზიკური პირის დაჯარიმება. აქ თავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ არ მოხდეს აღნიშნული ესე თქვათ ღია წესით წვის შედეგად მიმდებარე ტერიტორიის, მიმდებარე ინფრასტრუქტურის საფრთხის შექმნა და ესეთი შემთხვევები გქონია, როდესაც ხანძარი ვრცელდება და საკმაოდ რთულია ხოლმე ამ ყველაფრის ლოკალიზება, ხდება სხვადასხვა სამსახურების მობილიზება. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს დარგობრივი თემა, რომელიც გარემოს ეხება და ეს არის სწორედ ის, რომ აღნიშნული ესე თქვა ქმედება ძირითადად გამომწვევი არის ნიადაგის დეგრადაციის თუ ამას სისტემატურად გავაკეთებთ. ბატონო ტატო, მოდით მოსახლეობის უფრო მეტი ცნობიერების ამაღლების მიზნით კიდევ უფრო გავშალოთ ეს თემა და სიღრმისეულად ვისაუბროთ, რამდენად სახიფათოა და რა ზიანს აყენებს გარემოს ეს პრაქტიკა. კი ბატონო, ნამდვილად საინტერესო იქნება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან და ზოგადად ეწევიან სოფლის მეურნეობას, მათთვის ყოველთვის პრიორიტეტი არის ნიადაგი რამდენად ნაყოფიერია და მათ შორის აღნიშნულ თემაზე მომუშავე ექსპერტებმა წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევების საფუძველზე აჩვენეს, რომ ღია წესით წვა აღნიშნულ ნიადაგებზე და სისტემატიური სახის მიცემა ამ ყველაფრისთვის იწვევს პირველ ეტაპზე ნიადაგის ნაყოფიერების გაუარესებას, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს ნიადაგის დეგრადაციისკენ. პლუს ამას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად რა ტიპის ნარჩენი არის მოგროვილი იქ, თუმცა გამომდინარე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციებიდან ჩვენ ცხადია რეაგირებთ რამდენიმე მიმართულებით, არსებობს ცხელი ხაზი 153, რაც რეგიონალური მასშტაბით მოქმედებს, ასევე რა თქმა უნდა დედაქალაქშიც, როდესაც ხდება ცხელ ხაზზე მსგავსი ტიპის შეტყობინებები, ჩვენ ეკიპაჟი რა თქმა უნდა ადგილზე მიდის, უბრალოდ იქ რა თქმა უნდა არ ხდება ესე ვთქვათ მასშტაბების კვლევა, ღია წესით წვაზე არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაწესებული სანქცია, რაც მე ვახსენე 500 ლარიანი, თუმცა მიუხედავად ამ განმეორების შემთხვევაში რა ხდება ბატონო? განმეორების შემთხვევაში იზრდება საჯარიმო სანქცია ორმაგდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მანამ განმეორებამდე მივალთ, აი ეს 500 ლარი რაც ვახსენე, არსებობს შანსი რომ გაიზარდოს და საკმაოდ დამძიმდეს.
გამომდინარე არსებული ადგილზე სიტუაცია როგორია, ჩვენი ინსპექტორები მიდიან, იქ შესაძლოა მოხდეს ზიანის დათვლა, რა ესე თქვა ზიანი მიადგა გარემოს, თუ დიდ მასშტაბებზეა საუბარი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს თემა შესაძლოა მოსახლეობისთვის არ იყოს ესე თქვათ მაღალი მოწყვლადობით გამორჩეული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტიური თემაა და სტატისტიკასაც თუ გადავალებთ თვალს ბოლო წლების, საკმაოდ მაღალი არის მათ შორის მომართვიანობაც ამ თემასთან, განსაკუთრებით რეგიონალური მასშტაბით, როდესაც აქტიურდება ძირითადად ესეთი სამუშაოები, ცხელხაზზე საკმაოდ ბევრი შეტყობინება შემოდის. ჩვენ ვახსენეთ ორი მიმართულება, ერთი რა თქმა უნდა ხანძრები, საშიშროება, მეორე გარემოს დაცვით თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს ასევე მესამე მიმართულებაც, რომელიც რა თქმა უნდა იქ არის ისეთი ნარჩენები, როგორც არის მაგალითად ფოთლები და თქვენ იცით რომ ფოთლების წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი ხშირ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა, ამაზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები, იწვევს შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაავადება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი საფრთხეებია. მოვერიდოთ მაქსიმალურად მოსახლეობას მოუწოდებ ამ ესე ვთქვათ ქმედების ჩადენისგან, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა სამართლიანი კითხვა ისმის შემთხვევაში, რომ რა თუ ღია წესით წვა არა, მაშინ რა არის ალტერნატიული გზები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ იმისთან მიუხედავად, რომ ესე ვთქვათ ჩვენი სფერო ნამდვილად არ არის ამ შემთხვევაში ალტერნატივების შეთავაზება და ჩვენ თავარი მიზანი და ორიენტირება ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებით არის გულისხმობ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს. მიუხედავად ამისა, მაინც ვაფრთხილებთ მოსახლეობას და ინფორმაციული კუთხით ვეუბნებით, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული გზები, როგორც არის მაგალითად კომპოსტირების პროცესი, როდესაც ხდება აღნიშნული სხვა ტიპის, იქნება სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ხდება ამ ყველაფრის დავარგება სხვადასხვა კასრებში და შემდგომ აღნიშნული ნარჩენი ხდება ბიოსასუქი, რომელიც მიწაშივე ბრუნდება და ამ ქმედებით ჩვენ ვეხმარებით ნიადაგს განაყოფიერებაში, არათუ ვაუარესებთ მას. აქედან გამომდინარე, ურჩევ რომ ყველას ეს მეთოდი გამოიყენოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გემშვიდობებით. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დატო ირემაძე იყო ბიზნეს პოსტის